პირველი ვიზიტი პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. საქართველოს გარეშე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი შეუძლებელი. ასეთია ილჰამ ალიევის მთავარი გზავნილი. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ შუა დერეფანი იყო, რომლის მიმართ ინტერესი უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე გაორმაგებულია. აზერბაიჯანის პირველმა პირმა პროექტში საკუთარი ქვეყნის და საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მკაფიოდ გაუსვა. ხაზი და ამ კონტექსტში ის ქვეყნები ჩამოთვალა, რომლებსაც აზერბაიჯანიდან ენერგორესურსები სწორედ საქართველოს გავლით მიეწოდებათ. გამოსვლაში მეზობელი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დასრულება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. გაკეთდა განცხადებები უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ ორმაგი სტანდარტებით მიდგომებზეც. ანა ბროლაძე, ბაქოდან. შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან სწორედ ასე გამოიყურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი. მიხეილ ყაველაშვილი პირველი ვიზიტით საზღვრებს გარეთ ეწვია სწორედ აზერბაიჯანის რესპუბლიკას და ეს ფაქტი, რომ სწორედ ბაქო აირჩია მან დანიშნულების ადგილად და პირველი ვიზიტისას დისკუსიების გასამართად ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ აზერბაიჯანული მხარე ძალიან აფასებს და მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არის გამოხატულება იმ თანამშრომლობისა და მეგობრობის, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. უშუალოდ შეხვედრების დასრულების შემდეგ მოვისმინეთ პირველი კომენტარი საქართველოს პრეზიდენტისგან. მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ხალხებს შორის მეგობრობა არის სამაგალითო და სწორედ ამის გამოხატულება იყო მისი გადმოსახედიდან ყველა გამართული შეხვედრა და ის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ისმოდა ბაქოში 2 დღის განმავლობაში აზერბაიჯანული მხარიდან. ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ალბათ თვალშისაცემია, ძალიან მაღალ დონეზეა, შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკის, სავაჭრო, ენერგეტიკულ საკითხებში, კულტურის საკითხებში და რაც მთავარია თვითონ პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სუფევს დღეს მსოფლიოში, გვაძლევს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ სწორედ სამაგალითო არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, რომ ყველას შეეძლება იცოდეს, რომ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა, მეგობრობა ორ თანასწორ ქვეყნებს შორის, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა და ეს ყველაფერი გამოხატული იყო სწორედ ჩემ ვიზიტთან დაკავშირებით ყველა დონეზე. პრეზიდენტ ალიევთან იყო მნიშვნელოვანი საკითხები განხილული, როგორც ორქრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის, ასევე მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების. მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მთლიანად შავი ზღვა კასპიის ზღვის დაკავშირებადობის კონტექსტში და მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის კონტექსტში, რომ ეს თანამშრომლობა არის ფუნდამენტური და საფუძველი მთლიანად როგორც მთელი რეგიონის, ისევე ფართო რეგიონის კონტექსტში თანამშრომლობის. მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ დღეს უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, როდესაც ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს უმასპინძლა ზაგულბას საპრეზიდენტო რეზიდენციაში და ფოტოს გადაღების შემდეგ მხარეებმა უკვე გადაინაცვლეს პირისპირ შეხვედრაზე. პირისპირი შეხვედრის შემდეგ გაკეთა ერთობლივი განცხადებები მედიისთვის, ამის შემდეგ უკვე იყო გაფართოებული ხასიათის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით და მნიშვნელოვანი გზავნილები ისმოდა უშუალოდ მედიისთვის გაკეთებული განცხადებები ფორმატში. ითქვა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა არის არსებითი, მათ შორის ევროპის კონტინენტისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული რესურსები ევროპის 12 სახელმწიფოს მიეწოდება, იქნება ეს გაზის თუ ნავთობის სახით, თუნდაც ტვირთების გადაზიდვის კონტექსტში არსებითი და განსაკუთრებულია საქართველოს შუა დერეფნის როლი და როდესაც ვსაუბრობთ აზერბაიჯანის და საქართველოს თანამშრომლობაზე და ურთიერთობაზე, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ პარტნიორობას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ევრაზიული რეგიონისთვისაც, ევრაზიის რეგიონისთვისაც აქვს გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა. ასეთი იყო დღეს ილჰამ ალიევის გზავნილი.
საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისთვის და უფრო დიდი გეოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია. ჩვენ გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. ეს დიდი მნიშვნელობის მატარებელი პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის. დღეს ჩვენ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო, რომ ამის შემდგომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ ბატონ პრეზიდენტს მადლობას მოვახსენებ. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს მის გადაწყვეტილებას. არჩევის შემდეგ პირველ ვიზიტს აქვს სიმბოლურობა და ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანში. ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ და წარმატებებს გისურვებთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროში გამოცდილი მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმოზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალ განზომილებას შეიძენს საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული. მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის როლის სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ მტკიცეთ უმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველყოფთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის. მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულმა ურთიერთთანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბატონო პრეზიდენტო. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ბაქოში ორდღიანი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და კიდევ ერთხელ აღვნიშნა, რომ ის, რომ სწორედ მეზობელი ქვეყანა შეარჩია ვიზიტისთვის საქართველოს პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ხაზგასმით აღინიშნა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრებზე საუბარი იყო ასევე კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზეც. საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიციების დაახლოება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართულებით და თქვა, რომ ეს შეთანხმება იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს რეგიონში. ის იყო ანა ბროლაძე ბაქოდან.